დაგიბრუნდით ძვირფასო გულშემატკივრებო მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონიდან, სადაც პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანეს უპრინციპულეს დაპირისპირებაში მარცხდება იაპონიასთან 6-16 რო შევეხოთ პირველ ტაიმს, კარგად გვიტევდა იაპონია, მაგრამ ამისდა მიუხედავად ფაზურად ვერ ახერხებდნენ ისინი სარგებლის ნახვას. კი, დავჯარიმდით რამდენიმე ეპიზოდში გაგვიტანეს ჯარიმები. ერთი სავალალო შეცდომა დაუშვით მაცავე 22-ში საწყის თუთებზე, როდესაც ბურთით დავარდის შემდეგ კარგად მიატყეს ფეხი და რამხელა სპრინტი შემოგთავაზეს, ყველამ ერთად ვიხილეთ. ამის საპასუხოდ ჩვენ ორი ჯარიმა გავიტანეთ. უნდა ვთქვათ, რომ იაპონელები ჩვენზე გაცილებით კარგად კინძავდნენ ფაზებს. ჩვენ საკმაოდ აგრესიულ დაცვას უხვედრებდით მათ, მაგრამ მაინც ხედავთ ანგარიში რამხელა. მოკლედ ყველაფერი წინ არის, ყველაფერი გადაწყდება ბოლო 40 წუთში და ვნახოთ რა შეცვალა რიჩარდ ქოქრილმა. გასახდელში გამოდიან ჩვენი ბიჭები და ახმაურდა კიდევაც პუბლიკა. იოსებ ჯაფარიძე, საბა ჯორჟიკაშვილი გავაგზავნებთ თქვენთვის ამ მატჩის კომენტირებას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ენერგია, რომელიც საქართველოს ნაკრების გამოჩენა მოედანზე დაბადა, არ უნდა განელდეს. მეორე 40 წუთში მე-16 მოთამაშედ აუცილებლად ჭირდება მაყურებელი, თუმცა დანარჩენმა 15-მა მოედანზე მყოფნაც თავისი საქმე უნდა შეასრულოს ზედმიწევნით. კარგად რომ ეს 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოვფხვრათ, წინ გავიდეთ და მოვიგოთ ეს სანიშანსოეტო შეხვედრა ქართული რაგბის ისტორიისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ განმეორდებით, რომ ამ მატჩს სხვა ბევრ დატვირთვასთან ერთად აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი, რომ უნდა დავრჩეთ ტოპ 12-ში. ხო, ასეც ცოტა ხანში ვისაუბრებთ, როცა ამის საშუალება გვექნება. ველოდებით ახლა ირლანდიელი მთავარი მსაჯის ეუან ქროსის ნიშანს და დაიწყება მეორე ტაიმი. სენსინ ლი ბურთით წავედით, დაიწყო მეორე 40 წუთი, სადაც გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. და მკისიერა დავკარგეთ ეს ბურთი ვერ აიღო ჩაჩანიძემ, საიტო მივიდა. საიტო ძალიან კარგად ათამაშებდა თავის გუნდს პირველ ტაიმის განმავლობაში. აქცია 2 წამოიღო უკან. აი ესეთი ბოჭები გჭირდება, არ უნდა ჩავატოვებინოთ თავის საიტო. გაუტანა კომურას, მათი კაპიტანი მოგვეძალა საიტო. ისევ მარცხენა მოკლე ფლანგის ლი შემოbrunდა და აქტიური იყო პირველ ტაიმის მანძილზეც. თითქოს ამოიღე ბეკა შეგილია. კი ბატონო და დავაშვებინეთ შეცდომა. უნდა ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში ჩვენსასარგებლოდ ორი თავისუფალი გაიცა. ერთხელ დავჯარიმით მეტაკუსოს დაურჩ ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში. აი ეს არის ზუსტად ის შანსი საბა, სადაც უნდა მივიღოთ ჯარიმა. შერკინებაზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა. ხო, შერკინებაში ჩვენი უპირატესობა ჯერჯერობით ისეთი აშკარა არ არის, როგორცაც ველოდებით. კი ბატონო და მოდი ვთქვათ, ეხლა თუ რას ემსახურება დღევანდელი მატჩი და დღევანდელ მატჩში გამარჯვება ან ფრე. დღევანდელ მატჩში გამარჯვებით ან ფრე ჩვენ შევძლებთ, რომ დავრჩეთ სოფლიო რეიტინგში პირველ 12-ში, რაც სოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ჩატარდება კენჭისყრა 3 დეკემბერს, ჯგუფურ ეტაპზე გვეყოლება ერთით ნაკლები გრანდი, რაც გაზდის ჩვენ მნიშვნელოვნად პლეი-ოფში გასვლის შანსს, ისტორიულ პლეი-ოფში. მოგეხსენებათ, შეიცვალა სოფლიო ჩემპიონატის გათამაშების სისტემა, ერთი ჯგუფი დაემატა და 4 გუნდიანი ჯგუფები იქნება და შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ მატჩში ფრეს. ხო, ადრე გვაწვევიან ახლა ვიცი. რო გააჩერა, პირდაპირ ჯარიმა არ გასცა. შერკინებას გვიკლავენ და ახლა რაღაცა ან კაპიტანმა, ან თვითონ მსაჯმა რაღაცა უნდა მოიმოქმედონ. Make sure we wait for my call and meet them in the mark, okay? Quick reset. Patience. Understand? გასა დირექტივები ან ქროსმა. და ვნახოთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ შერკინებაში მეტოქის დაჯარიმება. აბა ვნახოთ. ხო, იმ გაშვებულმა ლევო მე პირადად ავსტრალიასთან გაშვებული ლევო გამახსენა მსოფლიოზე და ვიაშუმა რო გაჭრა ხაზი და ტაბუცაძის პასი ხო ჩვენ რომ უნდა გაგვეტანა და აი ამაზე მაქვს ოიმე რა ხდება მოედანზე არ ვიცი
ჩვენი მხრიდან რაც ჩანდა იაპონია Number 3 straight in. ფეხზე წამოვახტუნეთ, თუმცა სხვა რამ დაინახა უენ კროსმა და გასცა ჯარიმა ჩვენს საწინააღმდეგოდ, ჯარიმა რომელსაც გაუშვებს სონსინ ლი კარისკენ. ნახოთ, დავაკვირდეთ ამ გამეორებას. არ ვიცი, სოსო დაგითმობ კომენტარში. ვიცი, აღარც სარაგბო გეოგრაფია აღარ არსებობს, არაფერი აღარ არსებობს. უმნიშვნელოვანესი ჯარიმა გასაახლა ირლანდიელმა თავარმა არბიტრს. სანამ ლი შეასრულებს დარტყმას, გეტყვით რომ ყაზბეგი არის ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი. ანგარიში ხდება სამწუხაროდ 19-6 და სანამ მატჩი განახლდება, გეტყვით რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი, ჯილბერტის და დის3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. აბა ყველაფერი წინ არის ჯერ ნინიაშვილი შეგენაცვალე რა ბურთი წამოიღო, ბრავო. და რა მნიშვნელოვან მომენტში. კი, ესე თამაშ სწორედ ნინიაშვილის ნაირ ლიდერები იგებენ, ბაბუნაშვილი წამოვიდა დარტყმაზე, გობჯანიძე არ უნდა დაუდო ტემპი, წამოვიდა ბექსონა შენგენაცვალე მიწაზე უნდა წავიყვანოთ. არის ჩარჩენილი ყავს ორი მორაგბე რაგში, ამით უნდა ვისარგებლოთ აქაც უპირატესობა. მაგრამ პირდაპირ ჯარიმა გაიცა სწრაფ გათამაშებას, არ ფიქრობთ, არ ვთქვარობთ. ახლა უკვე კარში დარტყმაზე ფიქრი მე მგონი რომ ზედმეტიც არის. Don't get up here. და წავიდეთ ლელოზე. ძალიან ტკუიანურად გამოსტყუა ლობჟანიძემ, უნდა ვთქვათ, ეს ჯარიმა შეხვედრის მთავარ მსაჯს. ხო, არა, კარში უტყავთ თამაშოთ პრაგმატულად, რატომაც არა შევამციროთ სხვაობა და შემდეგ უკვე უფრო მეტი ქულების დაგროვებაზე ვიზრუნოთ. აბჟანდაძე, საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან დღეს კარგი პოზიციიდან უწევს აბჟანდაძეს ჯარიმების შესრულება. ხო, არ ვიცი. ხო, წინა ჯარიმა შერკინებაში ახლა თავის დადებული არ იყო, გვერდითმა მსაჯმა უთხრა, მაგრამ რა ვიცი, ხა რამდენად დასადები ჯარიმა. მაგას მე შენზე კარგად მაგას ვერ ვიცი. ვიცი რა არის, მაშინ გატანის საშუალება მაინც უნდა მოეცა, ახლა ცოტა ჭკვიანურად რომ სამხედრო ინტელიგენციას რომ მიუმართოთ, ხო? პლუს 3 ამასობაში ისევ 10 ქულა და ვერ შევედით კომფორტულად 10 ქულაში რომ მიუახლოვდეთ იაპონიას გასასწრებ მანძილზე. ცენტრიდან განახლდა შეხვედრა, მიმღები ბლოკი მზად არის, ნახოთ, აუცილებლად უნდა დავიმორჩილოთ. დავიტოვეთ ჯალაღონიამ კარგად დაასხვია უკან, კი. ლობჟანიძე ამზადებს მორკინალებს. საღინაძე, რომელიც კონტაქტის ზონაში არის შეუჩერებელი. ვისაც დაარტყა ძალიან ტკივნეული. ქვე დატოვა ყველა საღინაძე. Users. Okay, Japan wait. ლობჟანიძე მოიმზადა ბურთი. საკმაოდ ხარისხიანი დარტყმა გამოუვიდა ვასილ ლობჟანიძეს, იქ კომურამ კინაღამ შეიწირა ჩვენი კავშირის წარმომადგენლები, თემი ლუკა კიბასონია დავინახე. მოკითხვა აქედან ევან კროსი. სავარაუდოდ იაპონიის ელჩი იქნება საქართველოში. საიტო გაიტანა ხაზე, კომურა თამაშობს 10 ნომრად, მოკლედ ეს არაერთხელ ნახეთ ეს კომბინაცია იაპონელებისგან და ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ სადმე იქვე არ გაატანონ კარგი ბოჭვა. კახოიძე დღეს კონტაქტში დომინანტურია, ზემოთ გადაგვიკიდეს. ჩააგდო, მაგრამ შეხება იყო და ეს პირდაპირ აუჩა, არ უნდა დაგორწყა, რადგან შეტანილი იქნებოდა და კარგი დარტყმა ნინიაშვილისგან. აბა ვნახოთ, გადავავსოთ უკან, უნდა გადავავსოთ ადგილზეა თაფლაძე, არა, რატო, რა თქინდა. დიდი სივრცე ჰქონდა, თუმცა ითამაშა ძალიან პრაგმატულად, კი. დროც ჰქონდა საკმაოდ. ჩვენ ახლა არ გვჭირდება თამაშის გაჩერება, ჩვენ პირიქით თამაშისთვის მეტი ტემპის და მეტი მუხტის მიცემა გვჭირდება და აი ესეთი მაგრამ თუ ავყევით იაპონიას თავის თამაში, აქ ფაქტობრივად განწირულებით ვიქნებით. ფაქტი ის არის რომ 10 ქულით შენაგებდა არა იაპონია, მაღალი ფეხი იაპონელებისგან. აქ ვინ არის პირველი, ვინ არის და ჩვენი ვარსკვლავ ბიჭი არის ნინიაშვილი და მარტო არის მიყოლა ჭირდება, არ უნდა ხერხემალზე შეამოწმეთ კაზუმა უედა. ლობჟანიძე ახლა მორკინალებს გავაკეთებინებთ ერთ დარტყმას, გაუმჯობესებთ დასარტყამ კუთხეს ხაზის მოთამაშეს და დავეოდებით რომ წამოვიდნენ ფეხზე და აი ჩვენ თუნდა ჩავტოვოთ რა, უნდა ვიმუშაოთ იმაზე რომ
რაქის შავი მაგია ავამუშაოთ? მაღალი ფეხი მიყვება ტაბუცაზე, არა უნდა გადავლავდით და დაველოდოთ ხაზად ასვლას. ბომბავს იაპონია უკანა ზონაში, თუმცა ჯერჯერობით მწყობრად ვართ. ნინიაშვილი ისევ აგდებს თამაშის ტემპს, ისევ გავაჩერეთ თამაში, ავალზე დაიჭირა. ცოტა სუნთქვას დაილაგებს ახლა რავი ნინიაშვილი და მე კი გეტყვით რომ ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიციალური ლუდია. და რადგან შენ ყაზბეგი გამოაცხადე, მე შევახსენებ მაყურებლებს, რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი ჯილბერტის და D3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ხედავთ კაკოვინის ბეძაძე, ლაშალონიძე, მოსეკრანეძე, ყოფილი ბოჭღალოსნები. კურები რა თქმა უნდა, բայց და ნინიაშვილის დარტყმა უნდა აღვნიშნოთ, მეტოქის 22 რაუნდი ამოვიდა ჩვენი 22-დან. ეს შანსიც გამოსაყენებელია. ხელი უნდა შევუშალოთ მინიმუმ. კი, პირველ ტაიმში კარგად გამოგვდიოდა, პირველ ტაიმის საწყის წუთებში. აი მეორე ტაიმში უკვე ვეყარ მოახერხეთ იმ სეგუნდს, კაპიტანმა მოიგო ორი ხელით, აი აქ აგრესია გვჭირდება. ქვათაძე ისევ ავსებს ინტერვალს. არა, ხაზამდე. ცოტა უკან ჩადი კი ბატონო, კარგი წმეხი საიტოზე, მაგრამ დარტყმა მაინც გამოვიდა. თაფლაძე დაუვარდა, იქნება მოუკლათ ეს შეტევა. გაიშალა. ზურგს უკან გადაცემები, სისრაფე ჩართო იაპონია. არა, რატო არ დაუმთავრა, რატო არ დაუმთავრა რა. რა ლამაზი შეტევა მიგონდა, წარმოუდგენელია. ხო შეიძლებოდა რომ დაემთავრებინა ეს უპირატესობა ორ პასში არა. ოუენ კროსი შთაბეჭდილება მრჩება რომ 50-50 ეპიზოდებს ჩვენ საწინააღმდეგო საჯებს. იმდენად გამოცდილი მსაჯის არ არის ახლა უნდა ვაღიარო და მისთვის ეს ალბათ ტესტებს შორის ყველაზე პირველი ყველაზე მაღალი დონის თამაშია. მე არ მესმის როგორ შეიძლება მსოფლიო რაგბიმ ასეთი დონის მსაჯი დანიშნოს ამ მნიშვნელობის მატჩზე. მიდგა გახა. მოკლედ შერკინება თქო შეიძლებოდა შერკინების როცა დასრულება, მაგრამ როგორც არის ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება ახლა საბა ჩვენი მარკაფის აქტიურად შემოსვლას. ხო, რაღაცამ უნდა გარდატეხოს ეს თამაში. ეწყობა შერკინება, სადაც პირველ რიგში უნდა მოვიპოვოთ ალბათ უპირატესობა და ჯერჯერობით ვერ ავიღეთ. თითქოს წინა შემთხვევაში ჩვენ ვიყავით დომინანტები. მივაწექით, დავწარით, მაგრამ გაიტანეს იაპონელებმა. აუ კარგი ბოჭო ავიღო ტაბუცაძე წადი ფეხი და უნდა გაიქცი აკაკი ვინ იქნება პირველი აბურთე აგვიწირა აკაკი ტაბუცაძე რანაირად არ არსებული არის არაფერში არ გვიმართლებს ხათაუარდა ეს კოშმარია ასეთ ეპიზოდებს როგორ შეიძლება ვანიავებდეთ და თამაშზე მოგების პრეტენზია გქონდეს სიტყვები არ ვიცი ყველაფერი იდეალურად გააკეთა ყველაფერი მაგრამ აი ეს მომაკვდინებელი ბოლო დამეწება აი აქ კარგად გამოკრეს მაგრამ ინერციით მაინც არა აქ მაღალი დონის მოთამაშე ლელოთი ასრულებს ეპიზოდს ასეთ თამაში ამ მომენტის განიავება არ შეიძლება გასაგებია ბოჭვა გაკეთა კოჭზე გამოკრეს თუმცა ამ თამაშზე სასწორზე დევს ავათა რომელშიც მოუხდებით და ეს არის ბოლო მატჩი 2030 წლამდე როდესაც ტიერ 1-ის ნაკრებს ეთამაშები ხო ამიტომ წლის განმავლობაში კი უმნიშვნელოვანესია ეს შეხვედრა ჩვენთვის რომ განცხადება გავაკეთოთ რომ სოფლიო რაგბის შეცდა როდესაც იაპონია იქ არის და არა ჩვენ გვექნება დრო ამ შეცდომების გამოსასწორებლად, თუმცა უკვე ბევრი მომენტი გავანიავეთ. კი ბატონო, თავარი ახლა ყურები არ ჩამოვყაროთ, ვანახეთ რომ გვაქვს იმის შნორომ აი ესე მივიდეთ და ასე კარგად შეუტიოთ კონჩეტევაზე, დაცვაში ვაგრძნობინეთ რომ ძალიან აგრესიულები ვართ, მაგრამ აი რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი შეცდომები.
რაც იქნება ამ თამაშის მოგების გასაღები. მე გეტყვით რომ ფრედ გვაწყობს იმისთვის რომ 12 ეულში ისევ ჩვენ ვიყოთ და არა იაპონია აქ ჯავახია ჩაერთო. ივანიშვილი არა ბამუნაშვილია ორი ხელით მოვიგეთ ლობჟანიძე. აბჟანდაძე არა ახლოში კახოიძე წამოვიდა კარგი შეტევა გვაქვს. გაიწმინდა ეს აქ შემოbrunდა შეტევა. წავიდა ქვათაძე დარტყმაზე სწრაფი რაკი გვინდა არის სწრაფი რაკი. აბჟანდაძე ზედმეტაძე პირად ვითამაშეთ. კიდევ ერთი შეცდომა ცოტა უნდა დაუვაგდეთ ახლა. უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი თამაში. და რამენაირად მოვიპოვოთ სათამაშო უპირატესობა. აი თითქოს აქ კომიკოსი მე გეტყვით რომ ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიციალური უდია. და ასევე გეტყვით რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი ჯილბერტის და დესამი ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. გული მიფეთქავს მოკლედ არ ვიცი რა. რა კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, ნუ მოკლედ უნდა გადავერთოთ შემდეგზე არის საკმარისი დრო იმისთვის რომ მივახციოთ წარმატება საიტო. დაუდექი ჩერკინებაში მივაწექით, მაგრამ სწრაფად გაიტანეს. კარგი მუშაობა ლობჟანიძისგან გაშალეს იაპონელებმა კვესელაძეს შეგვიცურეს ფეხი ნინიაშვილი უნდა დარჩეს დარჩა კიდე. შევინარჩუნეთ გუნდი მოედანშია და ძალიან ბევრი მოთამაშის მიყვანა დაგჭირდა რაგთან ცოტა მეტი აგრესია გჭირდება გადაყრაში აქ გამოგვაცალა ხელიდან კი ბატონო და წაგვართო ეს. ლობჟანიძეს კარგია. მაგრამ ისევ ძალიან ბევრი მოთამაშე ყავს რაგში ჩართული. ერთი დარტყმა გჭირდება გავაუმჯობესოთ ამ დარტყმას ბექა საღინაძე. ასრულებს წერტილის გაუმჯობესება, ასევე მოთამაშეების გამოთავისუფლება. 5 მოთამაშე ყავს ერთ რაგში. მალე გავიტანოთ ახლა არ ჩამოგვართვას ბურთი აქ ლობჟანიძე, არც ისე მაღალი ფეხი, არც ისე საბრძოლო პირდაპირ 22-ში დავატყით. საკმაოდ מחვილ კუთხეში იქნა დარტყმული, ამიტომ არც თუ ისე ან მოედანში მოვუწევს დატოვება, ან სავარაუდოდ შორს ვერ გადაიტანს დერეფანში. არა, ნახე აქ ყურადღება მოვადუნეთ ეგრევე და საკმაოდ კარგი დარტყმა უნდა შემოვაგდო ძალიან ჯობს. ასეც არის. შემოვაგდო ნინიაშვილმა. მაღალი ფეხი თვითონ მიყვება აბჯანდაძე. უნდა ითამაშოს აერშივე დავაშობინეთ შეცნობა, თუმცა მიმყოლი ახლოს არ ვყავდა. იაპონია კონტრშეტევაზე მოდის, გამოშალეს თამაში სივრცე ჩანს, ფეხით თამაშობენ. უკანა ზონაში როგორ ვართ მოწყობილები, ადგილზეა კვესელაძე. ნინიაშვილი გაუშვა დავითმა ბურთი კიდეზე ძალიან შორს გადაიტანა, თუმცა სწრაფად შემოაგდეს. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებმა დაგვიბრუნეს. ნინიაშვილი ასე მოიფიქრებს ფეხი თუ იქნება 50-22, მაგრამ საკეტილი აქვთ ეს სივრცეები. იაპონელებს პინგ-პონგი გაჩაღდა, ნახოთ ვინ იქნება, ვინ დარჩება გამარჯვებულ. ნინიაშვილი ჰაერში კარგია, ბოჭვას მშვენიერი შეუსრულეს. მეც არ მომეჩვენა ჰაერში თამაში, ვინ ნახავთ ამ ბურთს რაგში. ლობჟანიძე ხო ალბათ მეგონი დროა რომ შეცვლები გავაკეთოთ, თუნდაც სუთიძე, თუნდაც აფრასიძე, კარგია ჯარიმა გამოთხოვეთ აქ. არ გადაგორებისთვის სატო ჩარჩა მათი ყვაჭი მივადექით სოსო თითქოს გადამწყვეთ გარდამტეხ ეპიზოდს. დროც ასეთია ხო? ბოლო 20 წუთში. ეხლა ლელო და შევიდეთ. თამაში მოგებულია ჩათვალე. მომენტუმს დავიჭერთ და ზუსტად ამას გულისხმობ რომ არის გადამწყვეტი მომენტი და გარდამტეხი, რომელი გუნდიც მეორეზე ფხიანი გამოდგება. ამ ეპიზოდში დიდი ალბათობით ის გახდება შეხვედრის გამარჯვებულიც. მართალი იყო ნინიაშვილი, როდესაც აპელირებდა წამით ადრე შევიდა ბოჭვაზე თითქოს. არ იყო დასაჯარიმებელი ეს მომენტი. აი ამაზე ვერ შეგედავა, ვიღა რომ შენ უფრო კომპეტენტური ხარ. კომპეტენტური და ეხლა რა თქმა უნდა საქართველოს კენვა უბრალოდ ობიექტურები უნდა დავრჩეთ. სიმართლეს ვერ გაიქცევი. ქვათაძე. ლობჟანიძე, კი ბატონო. აბა ორი ხელით. გურსიფთან და კარგად მოგებული. აბა მოლიგძელდება. ავკრიფეთ ტემპი, თუმცა ბურთი სად არის? ბოჭვადით ჩამცათვალა საღინაძე პირდაპირ კონტაქტში შევიდა და ეხა გვინდა ბეკას კონტაქტი ჯალაღონია. თორნიკემაც კარგად წაიღო ბურთი, კახოიძე წავიდა კონტაქტში, შეძვრა, მოიგო მანძილი.
სწრაფი ფაზა მარცხნივ. საღინაძე აპარა აისროლა შებოჭა მეორე მოთამაშე. რამდენსაც კინა დღეს საღინაძე და ფეხზე რჩება ყველა პირველი კონტაქტის არგია შემდეგ. ჯავახია მოიშორა გუნდის კაპიტანი. ტულონში გადაბარგებული გიორგი ჯავახია. მალე უნდა მიყვეთ აქ ჯალაღონიას. Ball available. გუნდი გამოჩნდა აფრასიძე, ტემპი გჭირდება გელას უყვარს. ტემპიანი თამაში უყვარს, არაორდინარული გადაწყვეტილებები, ამიტომ მისგანაც ველით. ხო, ცოტა მეტი სიმწვავე გჭირდება, კარგია წინ ვერ მივდივართ და საბოლოოდ და გავიტანოთ სადღაც გელა. თავად შეუძლია. აბჟანდაძე მივიდა გუნდის გასატანად. ბაბუნაშვილი ბევრს მუშაობს. ძალიან ბევრს მუშაობს ბაბუნაშვილი. თან საკმაოდ აგრესიულად უტევს, როცა ბურთი აქვს. ჯავახია მარტოა მიყოლა ჭირდება. ჯავახიაც უნდა ვამუშაოთ. მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი გაბარიტები და წინ ვერ მივდივართ, წინ რაღაცა უნდა შეიცვალოს. ახლა წინ ვერ მივდივართ აშკარად რამდენი ფაზა. შეგრძნება მაქვს რომ რაღაცას ვამზადებთ. გორგაძე აი წინ წავიწიეთ ნინიაშვილი ტემპს უმატა საქართველოს. შევაღწიეთ 22-ში ბოჭვა რაკში უნდა გადავიდეს გაუშვა და თამაში. გააგრძელა კი ბატონო. ძალიან ჭკვიანი და რთულად შესაბოჭი არის ნინიაშვილი მარტოა შიგნით უნდა გადავყაროთ ჩავარდნილები არიან აფრასიძე. ახლოში წამოვიდა ჯავახია ჩეჩქვავთ იაპონიას ჩაგვიჟდა. და წაიღო ეს ნაპერწკალი ჩაქრა რომელიც თითქოს უნდა გაღვივებულიყო სწრაფად გათამაშებას ფიქრობდა საიტო თუმცა One's on the ball and lifting. გადაწყვიტა რომ ეს ჯარიმა ჯობს კიდეზე დაარტყან. ხო ვერ წავედი წინ ძალიან ბევრი ფაზა ძალიან გვიჭირდა დაახლოებით 10-12 ფაზის შემდეგ 5 მეტრი წავედი წინ კეპნეთ ერთი ადგილი. ერთი ადგილით კეპნეთ და აი სწორხაზოვანია ჩვენი თამაში. პირველ რიგში ეს არის ამ ყველაფრის გამომწვევი. თითქოს რისკს ვერიდებით და გადაწყვეტილებებშიც ზღუდავს ეს. საკმაოდ სოლიდურად დაარტყა. ოღონდ არ გულისხმობ ისეთ რისკს როგორც On the line. გაუწიეთ და მე შემდეგ ლელო მივიღეთ. აი სწრაფი თამაში რაშვება, აი ორჯერ მივიდა ნინიაშვილი, ორჯერ სწრაფად გაიტანა ბურთი და აი იმ მომენტში მოვიგეთ ზუსტად ის 5 თუ 6 მეტრია ერთ ადგილას ვიდექი ჩერკინება უთყამდა, მაგრამ აი აგეთ ეხლა საკუთარ 10 მეტრიანთან აბა იაპონელები მოდიან შეტევაში დარჩა ფეხზე. მაგრამ აფციაური გადაზღვევაზე წამოეწია, შეაჩერა უედა მარცხენა ფლანგი იაპონია მას ჩართო თავისი სისტრაფეები და ორ ფაზაში მოვიდნენ ჩვენ 22-თან 10 მეტრიანიდან საიტო. კი, ყველაზე მეტად აი ასეთი სწრაფი ფაზური შეტევის შეჩერება გვიჭირს როგორც წესი ნინიაშვილი ჩქარობს ძალიან სწორად, იმიტომ რომ დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. გადავედით 10 მეტრიანამდეც ვერ ასწია ამ სიჩქარეში ბურთი. Okay, Georgia. ხო, ეგრეთ წოდებული ბზრიალა დაარტყა ახლა ნინიაშვილმა და თითქოს აი დაღლილი თქვა ფეხით. კი, არტალი ხარ. და ეს და ედი ჯონსი. სატო. Timing is good. მოიგეს სუფთა ცრუმოლი გარეთ და არტყმა აღარ გადაწყვიტეს შიგნით შეუბრუნეს. ყოფათაძე. აი ბურთზე ვერ ვხვდები საერთოდ და ვერ ვეკარებით როცა ბოჭვის შემდეგ და ღლიტვაზე ვერ მოქმედებ. კარგად კომურა. კინალები ბექა ადგილზე ახო არ დავჯექით არა. დისციპლინა ახლა ერთი ჯარიმა იქნება ძალიან ყინეული. ალბათ გადამწყვეტით დღევანდელ მატჩში. და ერთი რა კარგად გვიტევს დაჯდა ბექსტონი დაჯდა აბარა მომენტი. აი კაპიტანი ამ დროს აი ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ულიდერა გუნდა წამოიღო ეს ბურთი. სოსოს ამ ემოციის შემდეგ ცოტა მოვასუნთქებ და მაყურებელს შევახსენებ რომ ყაზბეგი არის ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი. ასევე გეტყვით რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი, ჯილბერტის და დისამი ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. დაარტყმა კი მშვენიერი გამოვიდა დავით ნინიაშვილს და ახლობით ცენტრამდე ამოვიდა და მივიღეთ ძალიან კარგი შანსი. ბოლო 20 წუთი გვაქვს და ზუსტ ყველამ კარგად ვიცით ყველა რაგბის მოყვარულმა რომ ნამდვილი რაგბი ბოლო 20 წუთია 10 კულა სხვაობა არ არის ბევრი დამიჯერეთ ეს და ნამდვილად ძალუც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს რომ ეს თამაში შემოატრიალოს. ლუკა ივანიშვილი დავინახე ბრისტოლის მესამე ხაზელი შემოსული მოედანზე. ბოლო მხტომელზე მოვიგეთ ისევ არასწორი მოწოდება და შეტევა
საფუძვლიანად ვერ წამოვიწყეთ. რაც წამოვიწყეთ, იქაც Captain. წინსვლა არ გქონდა. მოდი მოусმენთ აბა. Wait, you say my words, and I'll tell you explain it. See, our words not complete, so you don't keep the hot, so it's good to... Yeah, no, listen, I need you to calm down and don't speak to me in that way. I will never speak to you that way. When it's over the 15, it must be a fair contest regardless of 2 people for that. That's what I'd say, okay? It was the same over here in the first one. When it goes over the 15, it must be a fair contest. I know you don't agree with me, but we can be better. ხო, ბაბუნაშვილი ეუბნებოდა რომ არ აგვიხსნენო, არ იყო ეგრეთ წოდებული ბრძოლა ჰაერში და შესაბამისად რატომ გვაძლევა არასწორ მოწოდებასო და საჯმა საკმაოდ სამართლიანად უპასუხა ის რომ თუ თქვენ აგდებთ ბურთს 15 მეტრიანის გარეთ სადაც სრულდება უკვე ერეფანი მაშინ აუცილებლად უნდა იყოს ბურთი მოწოდებული შუაშიო რაც შიც მეთახმები რაც არ უნდა საქართველოს გულშემატკივრობდე ერეფნებში პრობლემა გრძელდება და მე მგონი რომ There's a very simple message. მოედანზე დაველოდოთ ნიკოლოზ სუთიძესაც Thank you. მალე ეწყობა შერკინება და შეგვიძლია გადავალოთ თვალი ჩვენს მარკაფას სუთიძე მამაიაშვილი დარბაიძე ჯავახია ივანიშვილი მამამთავრიშვილი აფრასძე მატკავა აი ასე დავიწყეთ თამაში მოედანზეა უკვე მამაიაშვილი მოედანზეა ჯავახია და ასევე ლუკა ივანიშვილი ასევე გელა აფრასძე გაიტანეს ბურთი უკანა ზონაში დარწმული ზუსტია ახტა ბურთი 50-22-იც გაგვიკეთა იაპონიამ გვიკლავს თამაში იაპონია Yeah, 50-22, we're happy, yeah. 50-22, lads. რასაც ჩვენ საპირისპიროდ ვერ ვიკეთებთ მათ კი ბატონო შეცდომაზე უშვებთ. ხო, გასაღები ვერ უპოვეთ იაპონიის დაცვას ედი ჯონსის დაცვას. ხო, ვერ დავჩეჩქვეთ, მოდი ვთქვათ პირდაპირ. აი, წინა შეტევაში 22-თან რომ ვიყავით, რამდენი დარტყმა განვახორციელეთ, მაგრამ წინ მოწავედით. ნუ მოკლედ ჩვენს უპირატესობას ვერ ვიყენებთ. ახლოში შემოვიდნენ 22-ში საიტო ავედით ზემოთ კარგია საღინაძე. კარგი ბოჭვა ივანიშვილი შენგენ ნაცვალე წამოიღო უკან. საიტო ისევ. აი ესეთი ბევრი ბოჭვა გჭირდება. ზემოთ უნდა ავიდეთ. დაждდება და არავერაც აღარ დავყარე საბოლოო ძურს უკან. აგდება ახლოს შევიდა დარტყმაზე იკედა. ვერ ამოვაცალეთ, მაგრამ კახოიძე ესე მიასეირნებს კიდისკენ ნელ-ნელა. ისევ მოკლე ფლანგი ჰოკინგზი. ჩავარდისკენ მოუწოდა. შიგნით გადაცემა. ამოიღო. არა და არ გვაძლევს თამბუცე თამაშის საშუალებას. ხო, აი თითქოს გვიტოვებენ უკვე ბურთიან მოთამაშეს მიწაზე და შეიძლება თამაში აგვიანებენ იაპონელებიც გადაყრაზე მისვლას. ივანიშვილი! ჩავიდა! არის ეს ჯარიმა ჩვენია ლუკა ივანიშვილი. ამას ვიძახდი ზუსტად რომ აგვიანებენ აშკარად იაპონელებით ხო გადაყრაზე მისვლას და ივანიშვილმა ძალიან კარგად იხეირა. თავარია ახლა ტერეფაში ბურთი მოვიგო და კარგად გადავიტანოთ ბურთი აუჩი. Just when there's tacklers, I want to manage, yeah. ხო, ვერ მოდიოდნენ იაპონელები წინ და ძალიან კარგად ვიხეირე, დაცვა ადგილზეა, ახლა შეტევაც გვინდა რომ თავის ადგილზე იყოს, დარტყმა მშვენიერია, მეტოქის 10 მეტრიანამდე გადმოვიდა დავით ნინიაშვილი. ერთი შედეგიანი მოქმედება გჭირდება ახლა და შემდეგ უკვე ნერვების თამაში ვნახოთ ვინ იქნება უფრო ცივი გონებით. კვათაძე და ვინ უფრო კარგად არის მომზადებული ბოლო 20 წუთისთვის. აქ ერთვება ფიზიკური მომზადება, მენტალური მომზადება, ყველაფერი ერთად მთელი ბუკეტი იმისათვის რომ თამაში მოიგო. მოვიგეთ, მოლი ჩამოვაყალიბეთ. კი ბატონო, მივიღეთ უპირატესობა, წავიდეთ ავანტურაზე, ვითამაშოთ დაზღვეული გვაქვს. აი, არა უშავს, შემდეგ მოქმედებაზე გადავიდეთ. არ გვინდა ზედმეტი რაღაცები, არ გვინდა თორნიკე უფრო აწყობთ ეს იაპონელებს რომ გამოვიწვიოს და დრო გაიწელოს, გაჩერდეს. არა, ჩვენ ახლა მეტი ტემპი გჭირდება თამაში. მაღალი დონის თამაშს ეს ერთი ვარდნა არაფერს
საღინაძე დღეს ძალიან დომინანტურია და თუ ვინ მიაკეთებდა დღეს შეტევაში უპირატესობას სწორედ საღინაძე იყო. მამამთავრიშვილი დავინახე რომ გამოდიოდა მოედანზე. წაუვიდეს მოთამაშეს, მაგრამ შენ უნდა კონდეს ალტერნატივა რომ შეცვალო ის. მაგრამ არც თუ ისე შორს გამოვედი და ისევ მეტოქის 22-ში ვარ. ხო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს 15 ქალთა ნაკრებს მიულოცოთ თავიანთი პირველი გამარჯვება რუმინეთის წინააღმდეგ გათვალზე. ჩვენმა გოგოებმა 43-0 დაამარცხეს რუმინეთი სუთიძე. თავარია ბურთი დავიტოვეთ, მამამთავრიშვილი რა დაკრა გჭირდება. არის გადაყრა აფრაზზე ჩართო ტემპი. ჯავახია. წავიდა გაგელეჯვაზე, უნდა წავიყვანოთ მიწაზე, არ გჭირდება ჰაერში. და წავიდა მიწაზე, რაკშია თამაში აფრაზზე ისევ მარჯვნივ არწმევინებს, აქ უნდა გავწმინდოთ, რაკი გაიწმინდა. მაღალი ტემპი გჭირდება, წავიდა ბექა საღინაძე. წავედი დაჩეჩქვაზე, აფრასიძე, მეტი ტემპი გჭირდება. ვინ არის ეს, ვერ ხედავ ნინიაშვილია? კი ბატონო, მორკინალივით ითამაშა და მოიგო კიდევაც მეტრები. აფრასიძე, საღინაძე. დატრიალდა მოიგო მანაც მანძილი მივუახლოვდით. დაიგნია შეძვრა, მაგრამ 5 მეტრიანში შევაღწიეთ. აი ახლა ტემპი არ უნდა დავაგდოთ, მოთმინება გჭირდება, ლელო უნდა მომწიფდეს. მამამთავრიშვილი კარგი მიზალება მოიგო მეტრი. წაიწია მაქსიმალურად წინ რაც შეძლო ნინიაშვილი. შენ გენაცვალე როგორი მებრძოლი არაუშავს, უნდა გავწმინდოთ ეხლა ეს რაკი გვაწუხებენ იაპონელები. გამოათავისუფლა ივანიშვილი. მორკინალები იმ დაარტყმეთ ნინიაშვილმა და ახლა ახალი ენერგიით უნდა შევუტიო. მარტოა უნდა გადავყაროთ. მალე უნდა მამაიაშვილს უნდა წაეღო ეს ბურთი. აფციაური. მიეძალა ნულოვან ზონაში. ჩავაგილები არიან აქ იაპონელები, ვფიქრობ გვეკუთვნოდა აქ ჯარიმის უპირატესობა. ძალიან ახლოს მივედით. საღინაძე მეორე გადავყაროთ. უნდა გადაჯეგა. გადაყრილია ბურთი ჩვენია, შეტევა ცოცხალია. აქ რა ხდება, ვისაიდან შემოდის ამ რაკში ვერ გავიგე რაღაცა. ბურთი კვლავ გადავარჩინეთ, გავიტანეთ, აბა ხაზზე არის კახოიძე. შენ გენაცვალე ვეღარ მოახერხა, მაგრამ უნდა მივაბათ. რამდენს გვინელებენ იაპონელები ამ შეტევაში ბურთი. არის! შენ გენაცვალე დემეტაპლაძე ლელოს ავტორი და 14-19. ძალიან მნიშვნელოვანი გადასახვა გვიწევს ახლა რომ შევასრულოთ და 3 ქულამდე დავიყვანოთ სხვაობა. არ ვიცი რაღაცას საუბრობს ახლა იაპონიის ნაკრების კაპიტანი მატჩის თავარსას და ვიმედოვნოთ რომ არაფერი, მაგრამ უნდა ვთქვათ აუცილებლად საბა რომ ძალიან ხშირად გვინელებდნენ ბურთს და არ გვაძლევდნენ საშუალებას იმისა რომ სწრაფად გვეთამაშა ამ შეტევაში. ამაზე მთელი თამაშია თვალს ხუჭავს არბიტრი, ამიტომ არც აქ მქონდა წარმოდგენა რომ შეიცვლებოდა რამე, თუმცა ფაქტი ერთია. ალიდამალე. თამაში დავბრუნდით და დავბრუნდით თან ლელოთი 14-19. ძალიან მნიშვნელოვანი გარდასახვა, თედოსკი ზურგს უმაგრებს 59 თამაში იმისათვის რომ ეს გარდასახვა ზუსტად შეასრულოს. და რა ხდება? ახლა თუ თედო გაიტანს, შემდეგ ჯარიმაც უკვე ყოფნის იმის რომ ნიჩიამდე ფრემდე უკაცრავად ემოციების ფრემდე დავიყვანოთ სხვაობა და ფრე რა თქმა უნდა ჩვენ გვაწყობს. აბა დარტყმა. შეგენაცვალე. გაისროლა თედო, გაძვრა ბურთი წელებს შორის. 16-19. 10 წუთი გველის იოსებ. კი ბატონო, მოკლედ მომენტუმი კახოიძე რა კარგი იყო როგორ მოიშროლა. ხო, მომენტუმი ჩვენ მხარეს არის, ლელო ჩვენ გავიტანეთ აქ. და რაჭკვიანურად თამაშობს დემეტაპლაძე. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ დემეს ორივე ფეხი ბურთის ხაზიან უკან ქონოდა. თორემ ისე იქნებოდა თამაშარე. მიღება ივანიშვილისგან ძალიან კარგია, დადგა ფეხზე და დავრჩით 22-ში. ახლა კუთხე არის ძალიან მახვილი. პრაგმატიზმი გჭირდება. ხო, და მოთმინება როგორ გვეყო იმ შეტევაში რომ ლელო სრულყოფილად მოგვემწიფებინა კიდევ ერთი შეცდომა. აფრასიძე თქვენს ეკრანებზე. ხო, მოვიგოთ ახლა ბურთი დერეფანში მთავარია. რაღაც უნდა დავალაგოთ, იმიტომ რომ ძალიან არეულია ჩვენი დერეფანი. აი სუთიძე შემოსვლის შემდეგაც თითქოს ხო, ეს გაგრძელდა. და არ დავალაგებულა მომენტი და
კომპონენტი ჩვენი თამაშის. აი ახლა დერეფნის წაგება იქნება, არ ვიცი, კატასტროფა. სუთიძე ციუწყლის გადასხმა. გადასხმა იმ ყველაფრისთვის, რასაც თანადებს მოვედით. აბა, კარგია, მოვიგეთ. ბაბუნაშვილი გაიპარა აქ დერეფნიდან. სუფთად და დავალგებულად მოვიგეთ ეს. აი, ჭირდება რომ ეს დარტყმა, მე მგონი არაფერში არ გჭირდებოდა, მაგრამ კარგია, შევინახოთ და ახლა გავიდეთ წყნარად ფეხით. მათი კაპიტანი გასანეიტრალებელია, რადგან საკმაოდ გრძელი კიდურები აქვს. და ძალიან დავაგრძელეთ ჩვენც ამის საპასუხოდ. რაკი, გავედით არც თუ ისე შორს, თუმცა ცხელ წერტილს ცოტა მოვშორდით. 10 მეტრიანსა და 22 შორის იქნება. ბეტოქის დერეფანი. ხო, მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნათ ახლა იაპონელებს დერეფანში, რადგან არც მათ ჰქონდათ ეხა იმდენად ჩვენსავით არა, მაგრამ არც მათ ჰქონდათ ხარისხიანი დერეფნები. ნახოთ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი 8 წუთი გვაქვს წინ. მარტივად მოიგეს ორი ხელი, ზემო და აგრესია. კარგი ბოჭვა. ივანიშვილი როგორ შემოვიდა. მალე გამოდი. არა უშავს. ახლა ლელო არ გავუშვათ, მეორე მისიაზე უნდა გადავეწყოთ. ძელებს წინ არის ეს ჯარიმა. საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღო აქ ივანიშვილმა თავისთავად თითქოს ნოკდაუნში იყო სავით და აი ამიტომაც ვერ მოახერხა გადაგორება. დავიჭირეთ მაღლა. არა, ჯობია ახლა რომ ჯარიმა ავიღოთ, მალე დაგვიწყან კარში და მე უკვე შემდეგ საქმეზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ასე იაპონია დროს კლავს. ძალიან კარგი ტემპი უჭირავს თან, როცა უნდა მაშინ უმატებს. ჩვენ ვერ ვახერხებთ იაპონელების მსგავსად რომ რაკში ტემპი დავაგდოთ. მაგრამ ყავს ახლა უკვე მესამე ხაზში ისე მოусმინოთ Is an absolute penalty here for not rolling or an offside penalty in here? Okay, Woody. Here. მეტად ცოტა გამოეთიშა ეპიზოდს ივანიშვილი კონტაქტის შემდეგ. ხო, კარში უტყამენ რა თქმა უნდა, შეეცდებიან გაზარდონ 6 ქულამდე სხვაობა სტუმრებმა. ახლა კი დაგვრჩება მხოლოდ ის რომ ვითამაშოთ ლელოზე და მოვიგოთ ეს თამაში. უკვე შორი პერსპექტივაა და ახლა უკვე აუცილებლად ლელოზე დაგვრჩება თუ გაიტანა Songsum Lim is დარტყმა. ამორბენი დარტყმა ზუსტია. კი ბატონო, 7 წუთი საქართველოს ნაკრებს სიტუაციის გამოსასწორებლად. დრამატული ფინალის მოლოდინში განახლდება ახლა ცენტრიდან შეხვედრა ჩვენ გარდასახული ლელო გჭირდება შეხვედრის მოსაგებად. ნახოთ, ნინიაშვილი აიწია კვლავ შეცდომა და აშვებინა ჯავახია ბურთით. აფრასიძე სწრაფად ვითამაშო, სწრაფად გაიტანა გელა. აფციაური, ნინიაშვილი გზელი გადაცემა. არის მეტობა. ვესელაძე, გადაუარა. ხელები აღარ. კი, მაინც თამაშობს კი ბატონო. და მაინც ჯარიმა გვერგო ჩვენ გავშალეთ, როგორ აუბურთავდით, გაიშალა. არა უშავს. დრო არ დავკარგოთ, წავიდეთ დერეფანში მივიდეთ და აი ბურთი უნდა მოვიგოთ დერეფანში. საბა, აი ეს არის არ ვიცი, ეს პრობლემა ჩვენი ნაკრების ხელწერასავით იქცა უკვე რომ დერეფანში მნიშვნელოვან ბურთებს ვერ ვიგებთ, იმედი მაქვს რომ ეს იქნება აი ხლა უნდა ახმაურდეს კი ბატონო გულშემატკივარი და მაქსიმალური მხარდაჭერა ჭირდება ჩვენ ბიჭებს ამ უმნიშვნელოვანესი შეტევის დროს. სადამდე არის თედო ხო, ნუ საკმაოდ მახვილი. სალელოე დისტანცია არის, არ არის იდეალური დარტყმა, თუმცა ხელით აი ეს გაშლები რაც ბოლო წუთებზე გამოგვივიდა. მე მგონი რომ ამართლებს. კი, თავარი შეკრება მიმუშაოს და ბიჭები ხალხში აშკარად უკვე უფრო მობილიზებულები არიან. აბა ვნახოთ, რა გვაქვს დერეფანში, ჯავახიაზე ორი ხელი, შეიკრა მოლი, უნდა მივცეთ ახლა ბიძგი, ერთიანად უნდა ვიმოძრაოთ ხაზის მოთამაშეების დაგუმატეთ. ერთი გაჩერება დაგვიძახა სამწუხაროდ, საჭმა შვიდან არის ბურთი გვაქვს, თუმცა არ უნდა გავიტანოთ, შვიდად გელა უნდა დაამშვიდოს. კი, ახლა შემორკინალებზე უნდა გადავიყვანოთ. უნდა დავჩეჩოთ, იაპონია იქნება ჯარიმა გამოსთხოვო და დავიზღვიოთ ეს შეტევაც. საყინაძე წამოეხმარა მამამთავრიშვილი, გადავყარეთ, კიდევ უფრო მარჯვნივ გავიტანეთ ბურთი ივანიშვილი. ურა დასასრული გვაქვს აფრასიძე.
ჯავახია წავიდა შემოსulis წუთიდან არ გაჩერებულა გიორგი ჯავახია შენ გენაცვალე როგორ შევიდა და კი არის დაზღვეულია ეს შეჭევა არ გვინდა ჯარიმა ვითამაშოთ იქნება ლელო გავიტანო და აქ თქვენ დავასრულოთ ყველაფერი ჯავახია რა კარგია წაიღო ბურთი წინ ჩაერთო მამამთავრიშვილი უმატად არ გავაჩეროთ გვაქვს უპირატესობა საღინაძე ხარზე იყო უკავიხევთ არ მივცეთ დასტოენის საშუალება უნდა ვითამაშოთ უპირატესობით აფრასიძემ აწავიდა მოკლეზე კვესელაძე არის უპირატესობა ნინიაშვილის გრძელი პასი სადი შემორბეზე ამოაგდო დაბუცაძე რა ახლოს ვართ ლელოსთან ვაიმე მორკინალები ნინიაშვილი არა ზედლელოს ხაზზე მორკინალები აი ახლა უნდა დავჩეჩხოთ აი ახლა გვინდა ჩვენი მძიმე ბიჭები მიდით ბიჭებო ძალიან ცოტა არის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა სწრაფად ვითამაშოთ სად არის დადიელდა ჯავახია შევიდა ვერ შევედით მაგრამ გვაქვს მუთი ჯერჯერობით გავიდა გადაბალა გაიტანე არა ვეღარ მოგდო შეიძლება რემონტადა საქართველოს შესრულებით ბრავო აბსოლუტები გავდეთ გვეგენაცვალეთ თორნიკე კახოიძე სასაული მიხეილ მესხიაძე საქართველოა ეს ბორწყალოსნების თამაშია გვეგენაცვალეთ ბრავო აი ეს არის ამას მოაგამ თავდადებას და შეუპოვრობას ბრავო ბიჭებო კიდევ ერთხელ ვანახეთ სოფლიოს თუ ვინ უნდა იყოს იმ პირველ 12-ში სადაც არ მიგვიღეს ასე და რა მნიშვნელოვანია ზელებს წინ კი ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორი გადამწყვეტი 2 წუთი უბრალოდ ბურთი უნდა რაღაც პრაგმატიზმისზე იმიჭირდება ახლა ამჯანდაძე რა თქმა უნდა ზუსტია 23-22 2 წუთი სათამაშო 3-0 შემდეგ პირველად დავწინაურდით 78 წუთზე სოფლიოს ტოპ 12-ში დარჩენას გვაშორებს 2 წუთზე ნაკლები სედო ამჯანდაძე კი ნერვის თედო X ფაქტორი ნამდვილად X ფაქტორი რალელო გავიტანოთ ამ ემოციებში უბრალოდ ამავიწდა უბრალოდ დარტყმა კვესელაძე რა კარგად შემოწიალდა და ყველამ თავის საქმე იდეალურად გააკეთა დაუვარდა წითამაშს უბრალოდ უნდა ქონდეს წესი არა როგორც ჩანს არ გვაქვს შვიდად ვითამაშოთ ახლა უნდა გავწელოთ და მოვკლათ ეს თამაში მამაიაშვილი სიჩქარე აღჭირდება ავანჭურაძე წასვლა რაც შეიძლება შორს არც მაღალი არ გვინდა შორს წავიდეთ მეტოქის ნახევარზე გადავიდეთ არა კარგი რა ძალიან ცუდი დარტყმული და ის რაც ყველაზე ნაკლებად გჭირდებოდა ახლა უკვე წუთზე 12 დაცვაში შეუცდომად უნდა ვითამაშოთ ჩვენ ნახევარზე სადაც თითოეულ ჯარიმას აქვს 3 ქულის პასი მოკლედ ამ თამაშს ყველაფერი ქონდა დღეს რა აგერ მაინც აგერ დრამა არადა რო გადავსულიყავით შორ დარტყმაზე გაგვეკეთებინა ლუკა მატკავა დასვენებული შემოვიდა მოედანზე თედოს კიდე მადლობამ გადაუხადოთ თავისი 8 წლისთვის დღევანდელ მატჩში და იმ სიხარულთვისაც მოგვანიჭა წნეხში იაპონელები მოიგეს ბურთი ზემოთ რა შეიძლება ზემოთ აგრესია გვინდა ცივი გონებით არ დაждე ბოჭავი იყო დემე მოდიან აგრესია მალე გადავგორდეთ მალე ბიჭებო არ გვინდა რაღაცა სულელური ჯარიმა აღჭირდება ზემოთ ნახე გაჩერებულები იღებენ უკვე წნეხში არიან ვერაფერს ვერ აკეთებენ იაპონელები ჯერჯერობით სამოასთან მატჩი გამახსენდა სოსო ამ მოედანზე მოგებული გადი მალე კარგია სევ იაპონელები გენაცვალე არა
Attackers on the wrong side and affecting the placement of the ball. Option. Shot a goal. ბოჭვა შესრულებულია არა. ახლა ვართ დამრტყმელის იმედად რომ ეს დარტყმა გაცვლიდება. თუმცა სამართლიანი ჯარიმა უნდა ვთქვათ, მაგრამ რატო აი არის. დარტყმა ზუსტია და ამ დარტყმის სიზუსტე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს იქნება მესამე კალათაში ბოლო თამაშს 2030 წლამდე პირველი რანგის გუნდებთან მარცხით დაასრულებს. იყო ბრძოლა, იყო არა მოდი თქვათ რომ ეხა ეს მოგებული თამაში იყო და ბავშვური იყო დაბრუნება და იყო ყველაზე ტკბილი მოგება. არ ვიცი. სახეზე ეთყობათ ბიჭებს. არ ვიცი. ჯავახიას იერზე წაიკითხავთ ყველა იმ ემოციას ალბათ რაც თითოეული ჩვენგანის გულში ხდება. გაღიზიანება, სინანული და ბევრი სხვა ემოცია. არ ვიცი, მოსაგები თამაში და მოგებული თამაში დავთმეთ გასულ დროზე და ხო რთულია იმ სიტყვების არაფერი აღარ ოუნა დაცლილი მთლიანად დაცლილი ვარ არ ვიცი ხარვა მთელი თამაში არაფერი არ გამოგდის, მთელი თამაში ვერაფერს ვერ აკეთებ, ამის და მიუხედავად შენ ესეთ თამაში ბრუნდები წინ გადიხარ და ეს ბოლო 2 წუთში თამამად ვთქვათ, 2 მიუტევებელ შეცდომას უშვებთ, ფეხით ვერ გავდივართ ზუსტად, შემდეგ ვიღებთ ჯარიმას, რომელსაც გირტყავენ კარში, აგებთ თამაშს. დემეთ აფლაძე, რომელმაც დაგვაბრუნა თამაში, თითოეულ ჩვენ მორაგბეს მინდა პირადად მადლობა გადაუხადო. დაგვაკლდა ცირედი ძალიან, რომელიც არ უნდა დაგვკლებოდა. ცივი გონება და გვექნება მატჩის შემდგომი კომენტარებიც წესდადარიგით და საინტერესო იქნება, ხო? თუ რას მოვისმენთ ჩვენი ნაკრების მწვრთნელისა და კაპიტნისგან. დაველოდოთ კომენტარებს, იქამდე კი ბოდიშის მოხდით. ცოტა სიმშვიდეს შევეცდები რომ მოვიპოვო ამ ემოციური მატჩის შემდეგ. ახლა წინ დაგვრჩა მხოლოდ მსოფლიოსა და ბრიტანელი და ირლანდიელი ომების პერიოდში ერთ-ერთის ქვეყნებთან მატჩები. მოვუსმინოთ რიჩარდ კოკრილს. Accuracy, those little bits of accuracy. Look, it was the tightest of games, the game we should have won. But those little moments, we made mistakes and we gave away cheap points. So that's what happens in the end. You end up losing. What message did you give the players before the game and after? Well, I haven't spoken to them after the game yet. So just to play every moment and make sure we're as accurate as possible, because these games come down to the tightest margins, and it was a goal kick. And that didn't lose us the game, the last penalty. Those are the parts of the game that we need to be better at. So, yeah, very disappointing. But great game from our boys. We've shown we can compete with sides that are tier one, that got to play in the Nations Cup. And
today we should be frustrated because it was a game we should have won. In which side was Team Japan better on the pitch today? It was a tight game. They're two good sides. Japan took their chances, but we scored more tries. We just need to, in the moment, be calmer and cooler, and make sure that we understand that a mistake in the first 10 minutes can be the difference at the end of the game, and that was pretty much the case. Cheers, thanks. არ ვიცი რა, არ ვიცი, მართლა. შანსი გაუშვით. სიტყვები აღარ მაქვს. შანსი გაუშვით ხელიდან, რომ სოფლიო რაგბისთვის კიდევ ერთხელ ღია დაგვემტკიცებინა, რომ ისინი შეცდნენ, თუმცა დღეს Iapon in which areas was difficult to play against the Georgia? Well, obviously their maul was very strong. You know, their box kicks were an area that they got some possession back from. It was a tough game, like many comebacks, and finally you win. How do you feel about today's win? Yeah, it was one of those games that once you got into 22, it looked like there was going to be a penalty, and you just had to win by 3 points. For us, you know, after losing the game in a similar situation, that's a great win for us. And yeah, this is a hard place to play. Thank you so much. Thank you. იგივე სიტუაციაში დავაგეთ ჩვენ, რომ წინა მატჩიო, ყოველთვის რთულია აქ თამაშიო. გავიც, ველოდებით. სხვა გახარ მათი კაპიტანის. კაპიტნებს ველოდებით ახლა. How do you feel about today's win? What's your emotions? Yeah, it was a tough win. Georgia really fought hard, and they obviously had the momentum at the end of the game. And we held strong and got lucky at the end, and we were able to win it. And how do you describe team of Georgia? Physical, really hard game. Every time we come up against Georgia, it's always very tough, and they always play very physical. Thanks so much. Thank you. ხო, ახლა იგივე თქვა, რასაც ვიღაც ვიცოდით, რომ ფიზიკური გუნდი ვარ და ერთი ძალიან ისეთი რაღაც თქვა, რომ გაგვიმართლაო მატჩის ბოლოს. მომენტუმი ჰქონდათ. ალბათ რაც ინდივიდუალურმა შეცდომებმა, რაც პირველ ტაიმშიც დაუშვით ბევრი, ძალიან ბევრი მარტივი ქულა ვაჩუქეთ, იმიტომ რომ წნეხში ვერ მოგვაქციეს, რასაც ველოდით მათგან მრავალფაზურ შეტევებს, მაგრამ კარგად დავისავით, საკმაოდ კარგად დავისავით, მაგრამ რაღაც მომენტებში მოთმინება დაგვაკლდა, რაც ქულებში გარდასახეს და ის 10-ქულიანი უპირატესობის მოპოვებაც მან მოახერხეს რა, მაგრამ რწმენა ბოლომდე იყო და სამწუხაროდ ერთ ბოლო გადაწყვეტილებას და ბოლო ჯარიმას შეეწირა ამ მატჩის ბედი, რაზეც ძალიან გული წვდება და მართლა ძალიან გული გიყვა ყველას. გულშემატკვის როლზე რომ ვისაუბროთ, როგორც გუნდის კაპიტანი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც აქ იყო, ვინც გვერდში გვედგა და მართლა იგრძნობოდა ეს მუხტი, რაც ძალიან დიდი ხანია ჩვენ არ გვიგრძნია რა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვაფასა და არ ვიცი, საომავლოდ სამწუხაროდ მსგავსი დიდი თამაშები დრო ვითარ უექნება სახლში, მაგრამ მათ გვერდში დგომა ყოველთვის ვჭირდება და ეს დღეს კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითი იყო ამის რა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ამით უნდა დაგემშვიდობოთ. იოსებ ჯაფარიძე, საბა ჟორჟიკაშვილი ვიყავით თქვენთან ერთად მომავალ შეხვედრამდე. დღეს კი რაგბი ამით არ სრულდება. სატესტო ტესტ რაგბი ტივის ეთერში გაგრძელდება. კი ბატონო, უელსი ახალი ზელანდია იქნება 1 საათში, ხო, სადღაც დაახლოებით. თუ 2 საათში, საათნახევარში. ხო, მოკლედ როგორც არის, დაგემშვიდობებით ამ ცუდი განწყობით, მაგრამ რა ვქნათ. კარგად.